მოკლედ ომი ყველა ფლანგზე. დიმიტრი ავალიანი GEM-News-ის რედაქტორი, ახლა ჩვენი სტუმარი, მოგესალმებით დიმიტრი. მე მესმის რომ დღეს სხვას შორის უსმენდი საერთაშორისო მედიას და BBC-ს ყველა კორესპონდენტები, რომლებიც აშუქებენ აი ამ ომს, ამბობენ რომ ჩვენ რასაკვირველია პუტინის გონებაში არ ვზივართ და ძნელია მისი გეგმების გამოცნობა, მაგრამ მაინც სავარაუდო ყველა მიანიშნებს მათ შორის ლიდერებს აქვთ ინფორმაცია რომ ის ომს გამოაცხადებს 9 მაისს. თქვენ რასეილით ომის ამ გარდამტეხ ფაზაში, რომელსაც ფაქტია რომ რუსეთი ამ დრომდე ვერ იგებს. გამარჯობათ კიდევ ერთხელ. კი ნამდვილად მართალი ხართ რომ პუტინი დღეს არის იმ მდგომარეობაში რომ ის მისთვის საკრალური თარიღისთვის ვერ ახერხებს რომ რაღაცა ღირსშესანიშნავი გამარჯვება დადოს, ასე ვთქვა და თავის ხალხს დაანახოს, იმიტომ რაღაცა გეგმა იყო წინასწარ, რაზეც საუბრობდნენ რუსი ჩინოვნიკები, ხელისუფლების წარმომადგენლები, რომ დონბასის საზღვრებამდე უნდა გავიდეთ და ეს არის ჩვენი მიზანიო, თუმცა ახლა ესეც ვერ სრულდება. ახლა არის იყო ერთ-ერთი ვერსია, რომ თქვა, თუნდაც ლუგანსკის ოლქის საზღვრებზე რომ გავიდეს რუსული ჯარი, იმასაც შეეცდება რომ გაასაღოს რომ რაღაცა გამარჯვებას, შუალედურ გამარჯვებას მაინც მიაღწია, მაგრამ ამასაც ვერ ახერხებს. ვერ მოახერხა დღემდე, ამ მომენტამდე ვერ მოახერხა აზოვსტალის აღება და ამის თქვა გამარჯვებად გასაღება. და ფაქტია რომ დიახ, მას ძალიან გაუჭირდება რაღაცის თქმა, რომ რაღაცას მიაღწია უკრაინაში ამდენი თებერვლიდან აგერ მაისის შუა რიცხვებამდე. 73 დღეა უკვე. კი ბატონო, ხო. და ამ დროის განმავლობაში ბლიცკრიგი ჩაუვარდა, ეს ფაქტია, მაგრამ შემდგომ კიევამდე იყო მისული და უკან მოუწია წამოსვლა, ხარკოვამდე იყო მისული და ახლა გამორბიან იქიდან, ფაქტია რომ უკან იხევენ ხარკოვის მიმართულებიდან. და მართლაც ახლა ყველა ექსპერტი თანხმდება ახლა უკრაინელიც, დასავლელიც, იგივე რუსიც, თუნდაც ვინც ცოტა საღათ უყურებს მოვლენებს, რომ მობილიზაციის თქვა გამოცხადების გარეშე, აი რაღაცა დამატებითი რესურსის მიშველიების გარეშე ამ ომის წარმოების რესურსი რუსეთს ეწურება და არა აქ. ანუ მას შეუძლია კონსერვაციიდან მოხსნას რაღაცა ძველი საბჭოთა ტექნიკა, რასაც ახლა აკეთებს. თუმცა ხა საიდან მოზიდოს ეს ცოცხალი რესურსი, ვინც ამ ტექნიკას გამოიყენებს და ვინც იარაღს გაისვრის, ეს არის პრობლემა, იმიტომ რომ ომი ოფიციალურად არ არის გამოცხადებული. სპეციალური ოპერაცია ქვია მას უკრაინაში, რუსეთში და ჯარისკაცად შეუძლია ნებისმიერ მომენტში უარი თქვას და წამოვიდეს და მას ეს დეზერტირობაში არ შეეცდება, უბრალოდ სამსახურს დაკარგავს და არავის არ აქვს უფლება რომ ძალით წაიყვანოს სპეციალურ ოპერაციაზე ჯარისკაცი. სპეციალურ ოპერაციაზე. დიმა, აქ საუბარი იყო რომ ძვირიჯდება მაინც მობილიზაცია ძალიან საბოლოო ჯამში და ამას შეიძლება საერთოდაც არ ქონდეს ის შედეგი, რაზეც გათვლა აქვს პუტინს. როგორც ბლიცკრიგი ჩავარდა, შესაძლოა საყოველთაო მობილიზაცია წარუმატებელი იყოს ამ ფონზე. მან იარაღის ჭერაც არ იცის, ხომ ამ შემთხვევაში ნაკლები სამხედრო გამოცდილება აქვს და სამხედრო ტექნიკაც შენს ახსენე რომ მოძველებულ ტექნიკას იყენებს ის უკვე მაშინ როცა დასავლეთი უახლესი ტექნიკით აიარაღებს ხომ უკრაინას ახლა. ანუ მობილიზაცია რა თქმა უნდა არ იქნება გამოსავალი რუსეთისთვის და არ გადაჭრის მის ამოცანებს რაც უდგას, იმიტომ რომ აპრიორი მას საუკეთესო ნაწილებმა ძალიან დიდი ზარალი განიცადა იგივე კიევთან, იგივე სხვა ფრონტებზე. ნებისმიერი ახალი თქვათ ადამიანი, ვისაც ისინი გაიწვევენ, გინდა კონტრაქტით, გინდა ძალით, გინდა მობილიზაციით, იმას ჭირდება სწავლება, იმას ჭირდება გაწვრთნა, იმ ახალ ქვედანაყოფს ჭირდება რაღაც წვნის გავლა იმისთვის, რომ მან შეძლოს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა. ეს ნიშნავს, რომ აპრიორი ის ახალი ჯარი, რომელიც ახლა ჩაერთვება ბრძოლაში, ის ბევრად უფრო სუსტი იქნება, ვიდრე ის ნაწილი, რომელიც თავიდან დაესხა თავს უკრაინას, ხო? და ის ნაწილი დაეჯახება უკრაინულ ძალებს, რომელსაც პირიქით დააგროვა გამოცდილება და რომელსაც ყოველდღიურად მოზდის ახალ-ახალი საუკეთესო შეიარაღება, მათ შორის შორმაძილზე მოქმედი შეიარაღება დასავლეთიდან. ანუ ვერანაირად ვერ გადაწყვეტს ამ ამოცანას ეს მობილიზაცია, უბრალოდ აქ არის პოლიტიკური მომენტი, იმიტომ რომ რუსეთი იძულებულია რაღაც მაინც მოიმოქმედოს, რომ არ აღიაროს მარცხი. აი დროში გაწელვა ამ პროცესის ვის წისქვილზე ასხამს წყალს? რა თქმა უნდა, გაჭიანურებული ომი, რა თქმა უნდა, ტრაგედია არის უკრაინისთვის პირველ რიგში, იმიტომ რომ იღუპებიან ადამიანები, ჯარისკაცები, მშვიდობიანი მოსახლეობა, ინგრევა ეკონომიკა, ინგრევა ინფრასტრუქტურა, თუმცა
არანაკლებ დამანგრეველი არის რუსეთისთვის, მისი ეკონომიკისთვის, ჯერთ იმიტომ რომ ძალიან დიდ მსხვერპლს განიცდის თვითონ რუსეთი. სანქციების მოქმედება, რაც უფრო დრო გავა, მით უფრო დამანგრეველი იქნება და არც ერთ მხარეს არ აძლევს ხელს კონფლიქტის გაჭიანურება. უბრალოდ რუსეთი პოლიტიკურ ჩიხში მომწყვეული, თუ რაღაცა პერიოდი იყო, მას ამბობდნენ, რომ აი ახლოს ვართ რაღაცა შეთანხმების ხელმოწერასთან. ეს უკვე ამაზე უკვე აღარ არის ლაპარაკი, იმიტომ რომ დღეს არც ერთ მხარეს არ აწყობს შეთანხმება, იმიტომ უკრაინა იცის, რომ ის გაძლიერდება დროთა განმავლობაში და დასავლეთიც ამას ეუბნება, რომ შენ შეგიძლია გაიმარჯო და რუსული ჯარი საერთოდ გაყარო შენი ტერიტორიიდან, ამიტომ ის ტერიტორიის დათმობის ფასად არანაირ შეთანხმებას არ მოაწეს და რუსეთისთვის, პუტინის რეჟიმისთვის კონკრეტულად დამღუპველია თუნდაც რაღაცა ისეთი შეთანხმების მიღწევა, რომელსაც არ დაფიქსირდება რუსეთის რაღაც გამარჯვება მაინც. ყირიმის აღიარება უკრაინის მიერ. რაც უკვე გამორიცხულია, ზელენსკი ამბობს, რომ დონბასის აღიარება ხო. ყირიმის, აი ფაქტობრივად ყველაფერი დაკარგა პუტინმა ამ ომის წამოწყებით, ის მცირედით საკუთარ ქვეყანაში, ასე ვთქვათ, გასაღებული წარმატებაც კი რაც ჰქონდა. ხო, იგივე ყირიმი. ტერიტორიული მთლიანობის საკითხი უფრო აქტუალური გახდა ახლა და ეს ნახევარ პრეზიდენტობას არ ვაპირებო 2 დღის წინ თქვა ზელენსკიმ. ფიქრობთ, რომ ამ ომში პუტინი ან საბოლოოდ ასე წარმოგიდგენიათ ნოლზე დარჩენილი პუტინი, ასეთი პუტინი არ არის სარისკო, იგივე დასავლეთის ზოგიერთი ლიდერიც ამას ამბობს, რომ ესკალაცია ჩვენ არ გვაწყობს, მას ხელში აქვს წითელი ღილაკი ატომური იარაღის, ასეთ ჩიხში მიმწყნეულ პუტინს დაუშვებს დასავლეთი, თუ მზად არის უკვე დასავლეთი ამ რეჟიმის საბოლოო დასამარცხებლად. ამ ომის დასაწყისში აშკარად იყო, რომ დასავლეთი ერიდებოდა ყველანაირად და ფიქრობდა რაღაც სცენარებზე, რომ პუტინს შეუნარჩუნდეს სახე რაღაცა ფორმით, მოდი უკან დავახევინოთ, სახე შეუნარჩუნოთ, რაღაცას მოაწეროს ხელი და ასე დავაშორიშოროთ და გავყიდოთ, ხო? იყო, მაგრამ ახლა სოფლიომ როცა ნახა ბუჩა, როცა ნახა ის კაცობრიობის წინააღმდეგ და ნახა მარიუპოლი, აი ეს ყველაფერი ფაქტობრივად სოფლიოში დასავლეთის ქვეყნებშიც კი საზოგადოებრივი აზრი მომწიფდა იმაზე, რომ აგრესორთან არ შეიძლება მორიგება, რომ ეს ძალა, რომელიც ასეთ დანაშაულს ჩადის, ეს ძალა უნდა დამარცხდეს და რაც აისახა კიდევაც დასავლეთის ლიდერების პოლიტიკურ განცხადებებში. იგივე შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, გერმანიის კანცლერმაც კი თქვეს, რომ პუტინი უნდა დამარცხდეს უკრაინაში, ანუ ეს არის პოლიტიკური ამოცანა დასავლეთის, რომელიც აუცილებლად შესრულდება. ანუ ისინი უკვე იმის მიუხედავად, რომ ყველა მიცის, რომ წითელი ღილაკია, ყველა მიცის, რომ ტაქტიკური რაღაც ატომური იარაღის გამოყენება შეუძლია, თუ კუთხეში მიიწვევენ, მაინც უბრალოდ დასავლეთმა ჩათვალა, რომ არა აქვს უკან დასახევი, აი ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ პუტინმა უნდა წააგოს და ის უნდა დაისაჯოს და ამის პოლიტიკური ნება არსებობს და ამის რესურსი არსებობს, რაც თავარია, რომ ის დამარცხდეს. ჩვენ ბრუნდებით სტუდიაში დიმიტრი ავალიანთან. დიმიტრი, დევნილობაშია ოპოზიცია ბელორუსში, ვიცით რომ 2020 წელს პუტინის დახმარებით მართლაც მოახერხა ლუკაშენკომ 25 წლიანი მმართველობის შენარჩუნება. აი, ზუსტად აქ მინდა დავბრუნდე, ფიქრობ თუ არა, რომ პუტინის დასასრული, აი ამ სივრცეში, რასაც ის თავის გავლენის სფეროდ აღიქვამს, წარსულიდან გამომდინარე, დასრულდება ავტორიტარული, დიქტატორული რეჟიმები. ბუნებრივია, მას შემდეგ, რაც პუტინი გარდაუვლად დამარცხდება ამ ომში, რასაც ის აწარმოებს, თავისთავად ის მისი სატელიტი რეჟიმები, რომელიც არსებობენ იგივე ლუკაშენკოს რეჟიმის სახით, თუნდაც ხო, ისინიც დასრულდება, იმიტომ რომ რა არის ლუკაშენკო, რას ეყრდნობა, ხო? ის აღარ ეყრდნობა თავის ხალხის ნებას. იგი თავის ხალხს გაუსწორდა სასტიკად და ის დაეყრდნო მთლიანად რუსულ ფულს, რუსულ პროპაგანდას, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მაშინ, როდესაც გამოსვლები იყო, იმიტომ რომ ჟურნალისტთა ჯგუფები ჩამოიყვანეს პირდაპირ რუსეთიდან, ვინც ტელევიზიებში ჩაჯდა და დაიწყოს პროპაგანდა ლუკაშენკოს რუსულ ჯარს, რუსულ სამხედრო ძალას ეყრდნობა. როცა ეს ყველაფერი გამოიცლება, არანაირი ძალა მას ფაქტობრივად აღარ დარჩება. და ახლა მთავარია მართლაც, რომ ეს მთავარი ბოროტება, რაც არსებობს პოსტსაბჭოთა სივრცეზე, ეს არის კრემლი, ეს არის პუტინი, რომ ეს ბოროტება დამარცხდეს და თავად პუტინი ძალიან ხელს უწყობს ამ ყველაფერს, იმიტომ რომ მას შეეძლო კიდე 10-ული წლები, სანამ ცოცხალი იქნებოდა, ყოფილიყო და ვერავინ მას ვერაფერს ვერ უზამდა.
და დღესდღეობით მან ყველაფერი დადო ამ ომზე და ამ კონფლიქტზე. რომელსაც დიდი იმედი მაქვს რომ წააგებს. კი ბატონო და ბოლო კითხვა საქართველოსთან დაკავშირებით, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს სწორი პოზიციონირება ასეთ რთულ დროს, როცა თეთრად და შავად გაიყო სამყარო. ჩვენ ძალიან ხშირად კრიტიკული ვართ ხოლმე ხელისუფლების მიერ გაკეთებული განცხადებების გამო, საზოგადოების დიდ ნაწილს გულისხმობ და არა, ჩემ თავს ბუნებრივია და ყოველთვის ძალიან დიდი სიფრთხილით ამოწმებს, რომ აი ფეხი ხომ არ გადაუცდა სადმე. რატომ არის მნიშვნელოვანი ახლა ხელისუფლების კონტროლი ასე დროს და არის შანსი იმის, რომ ამ ფარდის მეორე მხარეს დარჩეს ეს ქვეყანა არასწორი პოზიციონირების შემთხვევაში? რა თქმა უნდა, ამის საფრთხე არის, იმიტომ რომ თავარი რისი გაკეთებაც არ შეიძლებოდა. ჩვენ საქართველოს აი მე გავიხსენებ ზელენსკის პრესკონფერენციას ცოტა ხნის წინ, რომელზეც ძალიან კაცრი იყო საქართველოს ხელისუფლების მიმართ და პირიქით აზერბაიჯანის ხელისუფლების მიმართ გააკეთა ძალიან ლოიალური განცხადება და დიდი მადლობა გადაუხადა იმის მიუხედავად, რომ აზერბაიჯანი არც სანქციებს შეერთებია მაინც და მაინც, არც ხმამაღლა რაღაცა განცხადებას აკეთებს უკრაინის მხარდასაჭერად, მაინც და მაინც, თუმცა აკეთებს. მან თქვა, რომ მე მესმის აზერბაიჯანის საფრთხეებიო და სიტუაციაო. იმიტომ რომ ყარაბაღში ყავს რუსული ჯარი, იქ კაცმა არ იცის რა მოხდება, რთული სიტუაცია. მე მესმისო და რატო და რაშია საქმე, ადეკვატური კომუნიკაცია ქონდა აზერბაიჯანის ხელისუფლებას უკრაინასთან და შესაბამისად მათ შეინარჩუნეს კარგი ურთიერთობა და რასაც ვერ ქნა საქართველოს, იმიტომ ომის დაწყების მეორე დღესვე რაღაც წარმოუდგენლად მიუღებელი განცხადებები გააკეთა პრემიერ-მინისტრმა და ამის მერე მიდის ეს ასე, იმიტომ რომ რისი გაკეთებაც არ შეიძლებოდა ეს არის ურთიერთობის გაფუჭება უკრაინის ხელისუფლებასთან და უკრაინასთან, რომელთანაც კარგად ყოფნას დღეს ცდილობს ყველა. მაშინ სოფლიოს ყველაზე დიდი ქვეყნები მაგალითს გეტყვით, რომ უკრაინის ელჩმა გერმანიაში ძალიან არაკორექტული განცხადება გააკეთა კანცლერის მიმართ. თუმცა ამას არ მოყოლია გერმანიაში ისეთი რეაქცია, რასაც აქ თქვა დინარაძეების და კობახიძეებისგან ვისმენთ უკრაინის ხელისუფლების მიმართ. სამხედრო დახმარება მოყვა ამას. რა თქმა უნდა, იმიტომ გერმანიასაც ესმის, ჯერჯერობით უკრაინა რა მდგომარეობაშია და ესმის, რომ ჯობია ახლა კარგი ურთიერთობა გქონდეს უკრაინასთან და იყოს სწორ პოზიციაზე. და ჩვენი მდგომარეობა რა არის აქ მართლა არ ჩანს, არც დასავლეთში და უკრაინაში ჩვენ ძალიან გავიფუჭეთ სახელი, როგორც ხელისუფლებასთან, ასევე საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილთან, იმიტომ რომ მაქვს ურთიერთობა ხშირად და ისინი ვერ ხედავენ ამ ყველაფერს, რასაც ხედავთ ჩვენ. ისინი ვერ ხედავენ, რომ ყოველ ნაბიჯზე უკრაინის დროშაა, თქვათ, ხო? და რომ ხალხი სულ ყველა რაღაცას ცდილობს, რომ და ისინი პირველ რიგში ხედავენ, რა განცხადებებს უსმენენ, რა განცხადებებს აკეთებენ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები და არც ერთი არ ეპარებათ, მინდა გითხრა. ყველაზე ყველაფერი იციან, ვინ რა თქვა და ეს ძალიან არ მოწონს და ცუდად აისახება ეს ყველაფერი ჩვენზე. და პირველ რიგში აი ეს საფრთხე ურთიერთობის გაფუჭების შედეგი რა შეიძლება იყოს, ანუ საფრთხე მეორე მხარეს დარჩა. დღეს უკრაინა არის თქვათ ასე დასავლეთის მოწინავე ფლანგი, ასე თქვათ ბრძოლის დიქტატურის და ტირანიის წინააღმდეგ. და მას ყველა ასე უყურებს და თუ ჩვენ ვერ ჩამოვყალიბდით ვართ თუ არა დემოკრატიის მხარეს, თუ ვართ ტირანიის მხარეს, თუ ჩვენთვის სადღაც ვიმალებით, ანუ ეს არის საფრთხე იმისა, რომ ჩვენ როცა დაგჭირდება მხარდაჭერა, ჩვენ მას ვერ მივიღებთ, იმიტომ რომ ჩვენ ვერ დავდექით მტკიცეთ იმ პოზიციაზე, რომელზეც უნდა მდგარიყავით. და ეს ერთი და მეორე ფაქტორი, რომ ჩვენ დღეს, როდესაც 24 თებერვლის შემდეგ პუტინმა ფაქტობრივად გამოაცხადა, რომ არც ერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანას აღარ აქვს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ყოფნის უფლება და არც საზღვარი და ყველაფერი პუტინის ნებაზეა დამოკიდებული და შეუძლია შეიჭრას სადაც უნდა და გააკეთოს რაც უნდა. ამ შემთხვევაში ჩვენ იმის მაგათ რომ თქვა სასწრაფოდ გავარდეთ ევროპაში, ამერიკაში, დაველაპარაკოთ უსაფრთხოების რა გარანტიების მოცემა შეუძლიათ ახლა ამ კრიტიკულ ვითარებაში, რით შეუძლიათ დახმარება ჩვენი, როდესაც ეხმარებიან უკრაინას, ამის მაგივრად ჩვენ არ ვიცი რას ვაკეთებთ, არაფერს. უტევთ ძირითადად უკრაინას. უკრაინას ვეჩხუბებით. დიდი მადლობა.